მოგესალმებით, ჩემო მშვენიერებო, ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო. ნახოთ, მოდით ახლა ჩვენ რა გელოდება წინ. რაღაც დღეს აი ესეთი თემა მომივიდა, შეიძლება თქვენთვის ვინმესთვის აქტუალური. მოდით თუ გინდათ ავიღოთ პერიოდი თქვათ შემოდგომის, ვინც ახლა უყურებს, ვინც ცოტა მოგვიანებით ნახავს, ну 3 თვის განმავლობაში. პროსტო ნახოთ რა, აი რას გვეტყვის ახლა ჩვენ ტარო, ხო? სიგნიფიკაციას გავაკეთებ ახლა და მე ვნახოთ რა გელოდება საერთოდ რა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? ასე ნაკადად უცბად ამოვიკითხოთ ახლა ჩვენ. так, ვნახოთ ვისთვის იქნება ეს გაშლა. აქ იცით თქვენ რომ მოკლე გაშლები გვაქვს, გრძელი გაშლები ვისაც უყვარს, გადადეთ სხვა არხზე. ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. თქვენ ახლა ხართ როგორ პერიოდში, აი ძალიან მაგარი პერიოდში ხართ, გამოდიხართ თქვენ რაღაცა სიტუაციებიდან, რომელიც თქვენ რაღაცას, შეიძლება ზოგი იყო თქვა, რაღაც ისვენებდა, ან ვერ მიდიოდით წინ, შეიძლება გადაადგილება გქონდა ძალიან ბევრი და უკვე დაიღალეთ ამ გადაადგილებიდან და თქვით რომ всё მორჭა რა აღარ შემიძლია, აღარ მინდა, всё დამსვით მე ჩემს ადგილზე, სადაც ვარ სიტყვაზე, ხო? მაგრამ გამოდიხართ რა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიტუაციებიდან, რომელიც აი თქვა, შეიძლება ურთიერთობას ეხებოდეს, შეიძლება უბრალოდ რაღაცა მომენტები, რომელიც აი რუტინული რაღაცა საქმეები გქონდათ, ხო? აი მაქედან გამოდიხარ, ეგრევე გამოვიდა ხმალების დედოფალი. ანუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე მივდივარ წინ, მე ვერანაირი დაბრკოლება ვეღარაფერი ვერ გამაჩერებს, იმიტომ რომ მე მინდა კარგი მომავალი და ანუ ენერგიაც ეგეთი გაქვთ რა. აქ ქალმა ჩართო თავისი გონება ადამიანმა. ბიჭებსაც შეუძლიათ რომ ნახოთ, ხა როგორც ენერგია ისეთია, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე უნდა წავიდე წინ. მორჩა არანაირი დაბრკოლება ჩემთვის არ არსებობს. всё. აი ეგეთი ენერგია არის. აქ და ნახოთ ახლა ასეთი ენერგიის პატრონმა, თქვა რომ რა ელოდება ასეთი ენერგიის პატრონს, ხო? რომელსაც უნდა წინსა, რომელმაც რაღაცა თქვენ ანალიზი დიდი გააკეთეთ, მიხვდეთ რომ აღარაფერი აღარ გინდათ უკვე, შეიძლება არჩევანის წინ იდეკეთ, მაგრამ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრება უნდა შეიცვალოს, მორჩა მე ვხურავ ამ პერიოდს. შეიძლება ეს პერიოდიც იყო თქვენთვის მოცემული იმისათვის, რომ თქვენ გეფიქრათ, აი ზუსტად რომ გქონდა დრო იმისათვის, რომ თქვენ კარგად გეფიქრათ თქვენს მომავალზე, თქვენს მომავალ გზაზე, რა მინდა, რა არ მინდა, რა უნდა დავტოვო მე საერთოდ და რა უნდა გაუშვა ჩემი ცხოვრებიდან, ხო? რა უფრო מחარებს, რა არ מחარებს. ანუ აქ როცა ხალი ცივ გონებას რთავს, ეს არის უკვე всё მორჩა რა. აქ უკვე ვერაფერი და ვერავინ ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ სანამ ხალი არის თასების დედოფლის ენერგიებში, ანუ როცა თქვა ახლა რაღაცას ფიქრობს, კიდე ნერვიულობს, გულთან ახლოს მიაქ და ასე შემდეგ, აქ უკვე ცოტა ისეთი ენერგიები არის, რომ დროს დასჭირდება იმისთვის, რომ გამოფხიზლდეს. აქ გამოფხიზლებული ენერგია რა. მორჩა მე უკვე უნდა წავიდე წინ, მორჩა მე ვერაფერი უკვე რაც არ უნდა იყოს, მე ყველანაირად მივდივარ წინ. ხო და ვნახოთ, აბა მითხარით ახლა რა ელოდება ასეთ ადამიანს ახლა ამ თვის განმავლობაში. მოდით იცით როგორ გავაკეთებ ახლა. კაი, ჯერ ამოვიღებ და მე ვნახოთ სფეროს ვკითხავ რა. ამიტომ მე მიყვარს სფეროების მიხედვით. რა გელოდებათ? ისე მეუბნებიან, რომ აი განულდებით, ნახეთ, თუ დაუშვათ, თქვენ გქონდათ ვიღაცა მამაკაცზე, ფიქრები, ნერვიულობა, აი მინდა, არ მინდა, თქვათ ახლა აი ნერვიულობ, შეიძლება ზოგი თქვათ, დაშორდეთ და დაუშვათ, მაინც იყავით იმ ენერგიებში, როცა აი მეწოდება, აი იქნებ მოვიდეს, აი იქნებ კიდე რამე გავაგრძელო, აღარ ელოდებით. მორჩა, აღარ ელოდებით უკვე თქვენ ამ ადამიანს, თქვენ თქვით რომ მორჩა, ეს არის სისულელე, რაზე უნდა ველოდო? მე ახლა ესეთ ადამიანს, რომელიც აი ამ დონეზე მიშლის მე ნერვებს, ხო? აღარ მინდა, თუნდაც შეიძლება იყო დიდი პაუზა, არ გამოვრიცხავ მე, რომ დიდი პაუზა შეიძლება გქონდა, შეიძლება ადამიანი არ გამოუჩნდა, შეიძლება ადამიანი, აი რაღაც პაუზაში თქვენ ახლა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მორჩა მე აღარ დაველოდები, მორჩა მე დავასრული ყველანაირად ყველაფერი.
უკვე მე ვიღებ ჩემს კომფორტ ზონას. აკდეჟე შემიძლია ვიღაცა უკვე თავის მონათესავის სულსაც ელოდება და ფიქრობს, რომ მე მინდა რომ ნამდვილად შემოვიდეს ისეთი პიროვნება და ისეთი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, გადატრიალებულს არ უყურებ, აი რომელიც მე მომიტანს სრულ ბედნიერება, სადაც მე ვიქნები ბედნიერი, სადაც მე ვიქნები კარგად, სადაც ისეთი პიროვნება მინდა ჩემს გვერდით იყოს, რომელმაც იფიქროს ჩემზე, იმიტომ რომ თუ მამაკაცი ყავთ ისეთი, რომელიც არ ფიქრობს იმაზე, აი როგორ რა გავახარო, რითი გავახარო ჩემი ქალი, რა ბედნიერება მოვუტანო, რითი შევუმსუბუქო მისი ცხოვრება, ხო? აი ესეთი კაცი მარტო გულის ტკენას და ნერვებს გიშლის, შეიძლება სექსუალურად კი კარგი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ შენზე არ ზრუნავს, აი ორ სიტყვას გეტყვით, ახლა ეს ახალი TikTok-ი რო გავაკეთე მატრიცაზე, ხო? იქაც ახლა სანამ ვიდეოს ვთვირთავდი, სკროლავდი რა, ახლა აი კლიენტას და ძალიან მაგარი აი ორი ბიჭი გამოვიდა, ეს ბიჭებმა თქვეს, აი ერთი კავკასიელი იყო, ერთი ხოთშეც რუსი იყო და ორივეს ჰქონდა ერთი და იგივე აზრი და მე საერთოდ უსმენ მამაკაცებს, იმიტომ რომ მაგათი აზრი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ხო, მაგათმა უფრო იციან. ასე რომ ვთქვა და ორივეს ჰქონდა აი ესეთი აზრი, რომ თუ გვინდა ჩვენ მამაკაცებს, თუ გვინდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საყვარელი ქალისთვის, თუ დაუშვოთ მამაკაცი შენ არ გირეკავს, თუ მამაკაცი არ გწერს, თუ მამაკაცი იგნორში გაგდებს, თუ მამაკაცი არაფერს შენთვის არ აკეთებს, ნუ ელოდები, იმიტომ რომ შენ არ ახარ ის ქალი, ესე იგი მის ცხოვრებაში, რომლისთვის ეს არის მზად, იმიტომ რომ კაცს თუ მართლა უყვარს გული და უნდა ეს ქალი ყველაფერს გააკეთებ, მართლა გააკეთებს. არა აქვს ყვავილების ფული სადღაც მინდორში მოკრებს. არა აქვს თქვა, არა ყავს მანქანა, ავტობუსით მოვა შენთან რა. აი ყველაფერს გააკეთებს რა, აბსოლუტურად თუ უნდა გაგახარო, შეიძლება არა აქვს იმის საშუალება, რომ შენ დაუშვეთ ახლა რაღაც სასწაულები გაგიკეთოს, მაგრამ ადგება და ელემენტარული რაღაცას აი გაგახარებს ელემენტარულით მაინც და თუ უყვარ ხარ ნამდვილად, თუ არა და ნუ ეხვეწებიო და თუ ნუ ემუდარები, ნუ ელოდები და ნუ აი შენი თავი დაიფასე. აი ეს არის აი ესეთი გზავნილი იყო, აი ძალიან მისი ამოვნა სხვათა შორის რა. მოდით კიდევ ნახოთ ახლა ჩვენ ეს ახლა ეტყობა იყო ბევრი თასები, ამიტომ იყო სფერო უფრო სასიყვარულო, კიდევ ნახოთ რა გელოდება თქვენ 3 თვის განმავლობაში. კარგი. ანუ აქ მოდის ადამიანი, რომელიც მართლა იქნება ისეთი, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. პენტაკლების მეფე არ არის ყოველთვის, თქვათ ახლა რომ ამბობენ, რომ თქვათ ახლა აუცილებლად ცოლიანი, როგორც ენერგია, ეს არის ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელმაც იცის უკვე ეს ცხოვრება, რომელმაც იცის ქალს რა უნდა, იცის რომ უნდა გაახაროს, იცის რომ ქალს ახლა შეიძლება კამფეთი უყვარს, ყვავილი უყვარს, რაღაცა უბრალოდ აი მისი ღიმილი რითი მოვიყვანო, თქვა შეიძლება საინტერესო ისტორია მოყვანო, რაღაცა იცის, მაგრამ ყველაფერი პენტაკლების მეფე უფრო ესეთი ტიპი არის, რომელმაც უკვე თვითონაც გამოცდილება ცხოვრებაში და ნამდვილად მაგას უკვე აქვს საშუალება, იცის რომ მე თუ ქალი მინდა, აი იცით რა არის, ერთი ადამიანი იყო ჩემი ახლობელი მეგობარი და მამაკაცი თქვა როგორ, იცით, აი ქალსო შენ რომ ყველას უნდა ლამაზი ქალი, მაგრამ ყველასო არა აქვს იმისი უნარი რომ მოუაროს, იმიტომ რომ ქალი რომ შენს გვერდით გაიღვიძებს, შენ კიდევაც უნდა იფიქრო რა უნდა აჭამო და რა უნდა ჩააცვა. ისეთი კაი სიტყვები მითხრა, რომ აი ძალიან და ჩემ შვილმაც ფოტოშურის ცოლის მოყვანა რომ დააპირა, ეს უთხარი შვილო თუ შენ ხარ მზად იმისთვის რომ შენ ქალი შენს გვერდით გაიღვიძებს რომ ჩააცვა და დაახურო, მაშინ მოიყვანე მეთქი და ზუსტად ეგრეც მოიქცა. აი ესეც გაითვალისწინა, დედამ კი არ უნდა იფიქროს, ხო? რძალზე უნდა იფიქროს თვითონ თუ აქ იმისი მზრუნველების უკვე უნარი. აი მოდით კიდე რა ჩქარობს კარგი თქვენ ცხოვრებაში, აჰა, თვითბედი, აჰა. ნახეთ, მაღალი ძალებს აქ როგორ ვიყვარს, აი ამ დასტაში, აი ვგიჟდები. ამ დასტაში მიყვარს საერთოდ ფორტუნას არკანი, რატო? იმიტომ რომ აი სულ მაგას ვიძახრო. აი ეს არის მაღალი ძალები, ზიან მაგიდეს გარშემო და
ფიქრობენ რა გავაკეთოთ, აი ეს რანაირად უკვე всё მორჩა რა ამ ადამიანს, როგორ ვინ გამოუგზავნოთ, რომ უკვე უმკურნალოს რა, გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან, როცა უკვე თვითონ ამ ადამიანმა ხო ყველაფერი გააკეთა, რასაც შეიძლო, როგორც ადამიანს. ეხლა ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ის, რითი გავახაროთ ეს ადამიანი, რითი, რომ გამოუგზავნოთ ისეთი ადამიანი, აი პურმარილიანი, ასე რომ იტყვიან რა, მდიდარი, კარგი ადამიანი, რომელთანაც ეს გოგო ბოლოს და გაიხაროს ამ გოგომ და იყოს ბედნიერი, ხო? ანუ რაღაცა ცვლილებაზე მოდის ლაპარაკი, რომ აი ეს მაღალი ძალები ახლა უკვე ფიქრობენ, რითი შეგიმსუბუქონ თქვენი ცხოვრება და რითი გაგახარონ, რომ თქვენ იყოთ მართლა ბედნიერი. კიდე მითხარით, კიდე წინსვლა ისევ არის აქ ეტლი, ისევა, აქაც ეტლია და თქვენ ახლა უკვე რო თქვით, კი ეტლი არის აქ უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ გამოდიხარ თქვენ ურთიერთობიდან, რომელიცაც იყო, აი ან რაღაცაზე იყავით მიჯაჭვული. შეიძლება ზოგს მაგალითად სიტყვაზე სადმე წასვლა უნდა და ან ფულის პრობლემა შეიძლება გქონდათ თქვენ და რაღაცებისთვის გჭირდებოდეთ, ხო? ესეც ყველანაირად გადის ეს სიტუაცია, თუ ავად იყავით სხვათა შორის. ეს იქნება თითოეულებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი პოზიცია შეიძლება даже კიბოსას აჩვენებს და იცოდეთ, რომ თქვენ მოერევით ამას, აბსოლუტურად აი მოერევით, თუ დაუშვათ რამე მძიმე გქონდათ თქვენ დაავადება, თქვენ ამას მოერევით აუცილებლად. კიდე ერთი და კიდე სამუშაოზე რა გინდათ გვითხრათ, აი აქ სამუშაო გექნება ძალიან კარგი, თქვენ ხა ვისაც გინდოდათ საზღვარგარეთ წასვლა, შეიძლება ფული არ გქონდათ, თქვენ ამ ფულის იშოვით და სამსახურსაც ძალიან კარგს იშოვით საზღვარგარეთ თუ ხართ, ან ინტერნეტ სივრცეში შეიძლება გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ, რომ მე ინტერნეტში უნდა ვიმუშაო, მე უნდა აქ სამყარო გეუბნება, ყველაფერი დაფასდება, შენ სამსახურსაც იშოვე, თუ წახვალ საბუთები თუ გინდა საბუთსაც აიღებ, თუ სადმე წასვლა გინდოდა აუცილებლად წახვალ და იმიტომ რომ შენ უკვე ხარ ესეთ ენერგიაში, სადაც გამარჯვებული ხარ, ყველაფერი რაც კი იყო შენთვის აი ესეთი მტკივნეული, ჩვენ ვზივართ აი აქ, ტყილა კი არა ვართ ჩვენ ყველაფერს ვხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ შენ შეგიმსუბუქოთ შენი ცხოვრება და ნამდვილად შენ გაგახაროთ, იმიტომ რომ მორჩა უკვე ეს პერიოდი, როცა თქვენ იჯეკით სადღაც ისეთ პერიოდში, რომ თქვათ ვიღაცას ელოდებოდეთ და არაფერიც არ ხდებოდა. ახალი მოდის თქვენთან რაღაცა პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ხო გითხარით, აგერ საბუთები, აგერ სიხარული, ანუ ეს მომენტი თუ გეუბნებით ახლა, თუ ფიქრობდეთ даже თქვენ რომ აი არავინ არ მოვა ჩემთან, არავინ არ შემოვა, ძალიან ცდებით. აქ სულ მალე თქვენთან მოვა ესეთი ადამიანი, თუ რომელიც ახლა ამ წუთში შემიძლია იგითხრათ გითვალთვალებს და მოდის დიდი სიყვარული, დიდი საჩუქრი და აგერ არის, აგერ არის, ეხლა გაჩვენებთ. ეს მომენტები არის იმპერატორი და იმპერატრიცა არის თქვენ შორის ახლა რა ხდება ამ წუთში თქვენ ახლა ერთმანეთს განსხვავ ხედავთ და კიდე არა ხარ ჯერ ერთად თქვენ აქ არის როგორი მომენტი თქვენ შეიძლება ოცნებობდეთ შეიძლება თქვენ დაუშვათ კიდე ზოგს თქვათ აი ეს არის როგორი მომენტი იცით აქ ვიღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება უკვე აგერჩიათ გითვალთვალებს და სულ მალე მოვა თქვენთან აი ეს დამიჯერეთ მაგას თქვენ არ იცნობ და სრულიად მოულოდნელად მოვა თქვენთან იმიტომ ეს თუ დაუშვოთ თქვენ არ გქონდა თქვათ რამე პერიოდი და იყავით თქვათ ვიღაცა ყავდა თქვენ ესეთი პიროვნება რომელიც თქვენ გულს გტკენდათ აი ნამდვილად ეს წავა თუ მოვა ყოფილი თქვენ ყველანაირად მაგას კარებს დაუყურავთ არ შემოუშვით всё აღარ შემოუშვებენ იმ ადამიანს რომელმაც თქვენ გული გატკენათ რომელთანაც თქვენ პაუზა გქონდა დიდი თქვენ დამშვიდდებით თქვენ თვითონ დამშვიდდებით და ეს ადამიანიც ახლა აი აქ ნახეთ რამხელა აქ მოდის სრულიად აი სულ სხვა ადამიანი თქვენთან უფრო ხო ხედავთ რაღაც ურთიერთობაზე საუბარი რომელიც აი ნამდვილად даже მე შეიძლება სხვაობა იყოს სხვა შორის ასაკში მაგრამ ეს პიროვნება მოდის საერთოდ სერიოზული ურთიერთობისთვის იმიტომ რომ ამ ადამიანსაც ბევრი სირთულეა გამოვლილი იმის მიუხედავად ასაკს
საც მიუხედავად რა, მაინც ეს ადამიანი მოდის, იმიტომ რომ იცის მაგან თვითონაც დაასრულა რაღაცა ისეთი სიტუაციები, რომელიც ვთქვათ, ქონდა მაგათ და აი ეს არის, აი ნახეთ, სრულიად მოულოდნელი საჩუქარი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ, შეიძლება ზოგი ელოდებოდა დიდ ხანს, შეიძლება მაგრამ აქ რატომღაც მგონია მოულოდნელად, შეიძლება თქვენ მაგაზე ფიქრობდეთ, ოცნებობდეთ, ან შეიძლება წარმოიდგენდეთ, თქვათ, როგორი ადამიანი გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს და ნამდვილად აქ შემოდის ესეთი ადამიანი, რომ აი თქვენ იმდენად იქნებით, რომ აი გაგიჟდებით, გაგიკვირდებათ, რომ შეიძლება აღარც ფიქრობთ უკვე, რომ აღარ არა ვიღა შემოვა, რაღაც სიყვარული, რა დრო ჩემი სიყვარული, რა დრო ჩემი რაღაცეები და აი ნახეთ ეხლა აქ როგორი არკანები მოდის, დიდი სიყვარული მოდის თქვენთან და ნახეთ რამხელა აი კარები გეღებათ, გებიცებით რა რაღაცა სასწაული რა, დაიმსახურეთ ჩემო ლამაზებო, დაიმსახურეთ და ნამდვილად გილოცავთ, რომ აი ასეთი კაი მოვლენები იქნება. აუცილებლად ის ყოფილიც აქ ვიღაცა გამოჩნდება, მაგრამ თქვენ მაგას კარებს დაუხურავთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე არჩევანი მიიღეთ, იმიტომ კიდევაც ვიზახე რომ ბიჭებს ზოგჯერ გონიათ რომ არიკა და ჩემია და ვერსად ვერ წავა და არის ახლა ისეთი რო თქვათ ახლა მარტო მე ვუყვარვარ და მეტი არავინ, მაგრამ დროს რაც უფრო გადის, გოგო მაგ პერიოდში უფრო ფიქრობს თავის თავს, უფრო მეც აფასებს თავის თავს, უფრო რაღაც ანალიზს აკეთებს და ნამდვილად უფრო მეტად წაგებულები რჩებიან მე ბიჭები ვიდრე გოგოები, ეს ბიჭებო თქვენთვის საყურადღებოდ შემოკარგება. მეგისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და აი ეს წინსვლა მუდამ იყოს თქვენს გვერდით.